როგორც ფსიქოლოგი. როგორ არის მხოლოდ საქართველოშია ეს პრობლემა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ქართულ პოლიტიკაშია თუ არის ეს სოფლიო პოლიტიკის პრაქტიკა. როგორც არსებობს რელიგიური სექტანტიზმი, ასე არის პოლიტიკური სექტანტიზმიც, ხო? თუ არის ეს მეთოდი სოფლიო პოლიტიკაში აპრობირებული და იქ როგორ არის და როგორი განვითარება აქვს ამ ყველაფერს და საქართველოში რა ხდება? ამ კუთხით ზოგადი მონახაზი და მე ჩავიდეთ უკვე სიღრმეებში. ხო, იცი როგორი მომენტია, მივესალმები უპირველეს ყოვლისა თეკლა შენს მაყურებლებს, საკმაოდ საინტერესო და კარგი გემოვნებიანი ადამიანები არიან, ეცნობი მათ აქტიობებს უშუალოდ სოციალურ ქსელში, ჩვენს ლაივებზეც და YouTube-ის ფორმატში იდება ხოლმე კიდე გადაცემები. არის ხოლმე ხა ზოგიერთი ისეთი გამოხმაურებაც, როცა ნათქვამიდან გამომდინარე ცოტა შეუსაბამო კითხვებიც მოდის, მაგრამ არა უშავს, ეს ხდება ხოლმე ყოველთვის ინტერნეტ სამყაროში, სხვადასხვა საზოგადოება მოძრაობს და აქედან გამომდინარე ჩემთვის გასაგებია ეს ყოველივე. კითხვა და ზოგადად დღევანდელი თემა არის ალბათ მეტად საგულისხმო, დღევანდელობისთვის საკმაოდ საინტერესოც, იმიტომ რომ მასების ფსიქოლოგია და ზოგადად ფსიქოლოგია 21 საუკუნეში მაინც წინა ხაზზეა წამოსული, მეცნიერების ეპოქად ცხადდება, გასული 20 საუკუნე და 2000 წელი ჩვენ თეოლოგიურ პოლიტიკაზეც გვქონდა საუბარი და როგორც ვიცით, ეს უფრო მეტად ასოცირებული იყო უფრო რწმენით და რელიგიურ საკითხებთან. აი 21 საუკუნეში უფრო შემოსულია კიდე როგორც ვიცით, ძირითადად მეცნიერული სამყარო და ერთ-ერთი სფერო, რომელიც ესოდენ აქტუალურია დღევანდელობაში, ეს სწორედ ფსიქოლოგია გახლავთ და დღეს უკვე არსებობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა კლასები, როგორიც არის მაგალითად აზროვნების, გეშტალტ თერაპია, შეიძლება ეს იყოს აი კოუჩინგი მაგალითად, საკმაოდ მოდაშია როგორც ვაკვირდებით, შესაძლოა ეს იყოს ფსიქოთერაპია და ასე შემდგომ, ხო, ფსიქოლოგიას აქვს თავისი საკმაოდ ბევრი ვარიაციული სახესხვაობა. არის კი ბატონო, აი მასების ფსიქოლოგია უფრო ეხა მე თან სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი ვარ, შენ კარგად იცი, ოფიციალური წარმომადგენელი, ერთ-ერთი ჩემი სფერო სწორედ ეს არის, ერთ-ერთი და არა ერთადერთი, ოღონდ მოდი ეს ამასაც გავუშვათ ხაზი. და ეს სოციალური ფსიქოლოგია ზოგადად სწავლობს რას? ეს არის უშუალოდ ჩვენთვის აი ვჭირდებით დიპლომატებს, ვჭირდებით სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, აღწერა, სხვადასხვა სტატისტიკური ასე ვთქვათ თემის გაშუქება, სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარების წინაპირობაც ჩვენზე გადის, ხო, სხვადასხვა ერების წარმომადგენლების, ხალხის, ქვეყნების და ასე შემდგომ. ეხლა ზოგადად მასების ფსიქოლოგიაში აი რა კითხვაც შენ დასვი, მაგ კითხვაზე, აი გაგცემ პასუხს, რომ ეს არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ეს ხდება ხოლმე უშუალოდ მთელ მსოფლიოში და ჩვენ გასული საუკუნის ასე ვთქვათ სადღაც 30-40-იან წლებში, როდესაც ნაცისტურ გერმანიაში მოვიდა ადოლფ ჰიტლერი, გვახსოვს ეს, სწორედ ერთ-ერთი ძალიან საოცარი პიროვნება, აი გებელსზე მაქვს საუბარი, ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ მომეცით მასმედიის ძალაუფლება მე და საზოგადოებას
განვაწყობ ისე როგორც თქვენ გინდათ. ეს დაახლოებითი ციტატა, ეხლა ზუსტად შეიძლება ვერ ვამბობდე, მაგრამ აი ესეთ რაღაცას ამბობდა გებელსი რა. რეკლამას, მასმედიას, აი რასაც ჩაგძახებენ ის რომ უნდა ამოძახო, ამას უდიდესი თანამედროვეობაში ტვირთი აქვს, საკმაოდ დიდი როლი აქვს გამეგე და საზოგადოებას მერე უკვე აი ამით იკვებება, მაგრამ თვითონ საზოგადოების ძირითადი პრობლემა რაში მდგომარეობს, ხო? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აი წარმოიდგინე უშუალოდ ინდივიდი და ინდივიდუმი, ანუ თვითონ ინდივიდუმსა და ინდივიდს შორის რა განსხვავებაა? უშუალოდ ინდივიდი არის რომელიმე ფენისგან ან თემისგან დამოუკიდებელი არსება, ვინც იკვლევს თუ რა არის რეალობა და ადამიანი რომელი გზით უნდა ვიბრირებდეს, სად უნდა, ასე ვთქვათ, საით უნდა მიდიოდეს, ხო? ემპირიული აზროვნების ფონზე დგება ადამიანი, ასე ვთქვათ, სუფთა ინდივიდუალურ არსებად რა. და ინდივიდუმები უკვე არიან თითქოს აი გამოუჩეკელი არსებები, რომლებიც სხვების პროპაგანდის ქვეშ არიან მოყოლილები. კი, აი ეს ერთ-ერთმა ისა თქვენმა წარმომადგენელმა დაგვიწერა, რომ მომეცით მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და საზოგადოებას ღორების კოლტად ვაქცევო. კი, ესეა, უბრალოდ მე ცოტა რბილი ფორმით თქვი ხა ეს ყოველივე ვერიდები ხოლმე ისეთ უხეშ სიტყვებს მაინც და მაინც. ამიტომ გებელსის თეორიაც სწორედ ეს იყო და მაინც ძირითადი პრობლემა ხო საზოგადოებაში რაც არის, ეს არის მე ვფიქრობ ფენობრივი კლასიფიკაცია, იცი? ტოტალური გაუნათლებლობა, სიბეცე, ეს მაინც გადაბმული არის ერთმანეთთან და აი ხშირად ვიძახი მე ესეთ რაღაცას, რომ თვითონ განათლებასა და წიგნიერებას შორის არის უდიდესი სხვაობა, რადგანაც შენ შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ რა ვიცი, აი არ გერქვას განათლებული და შესაძლოა უბრალოდ ნაკითხი იყო, ასე ვთქვათ, შეიძლება ნაწილობრივ ერთი წიგნიც გქონდეს რა წაკითხული და ნაკითხიც იყო და განათლებულიც გამიგე, აი ეს მომენტია ზუსტად რა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაცა, რომ ეს განათლებაც მომდინარეობს მაინც ძირითადში შინაგანი ნათელიდან და თუ ადამიანს შინაგანი ნათელი არ გააჩნია, მათ შორის დღევანდელ მოვლენებსაც თუნდაც რაც ხდება, ვერანაირად ვერ მიხვდები და ვერ ჩაწვდები თუ საით მიდის მოვლენები. ესეთები არიან საკმაოდ ბევრი დღევანდელობაში, იცი? ანუ დღევანდელობას განაწიგნიერება აკლია, დღევანდელობას განათლებული ადამიანი აკლია. აი ეს მომენტია საქართველოში დამდგარი რა. თორე შეიძლება პროფესიონალიც იყო, ბევრი რაღაც გქონდეს, მაგრამ როდესაც უკვე შიდა ინტელექტი აღარ ყოფნის რომ მიხვდე თუ რა ხდება მიმდინარე მატერიალურ სამყაროში, მერე უკვე იწყებ და ავტომატურად შესაძლოა რომ აღმოჩნდე ამ თუ იმ სექტის თუნდაც წარმომადგენელი და თავადაც ინფორმაციულ ვაკუუმში ეხვევი. აი ეს არის პრობლემა, ხვდები? ამიტომ ჩვენ ადრინდელ საქართველოში მაგალითად მისაბაძი იყო და განსაკუთრებით მე მინდა გამოვყო დავითის დროინდელი საქართველო, გიორგი ბრწყინვალის დროინდელი საქართველო და თუნდაც ერეკლე მეფეს დროინდელი იყოს მაშინ, როდესაც თვითონ ერეკლე მეფე არის ძალიან მძიმე პირობებში გაზრდილი, მას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ იმ წლებშიც კი ფილოსოფია, რიტორიკა, სულიერება, საკუთარი ქვეყნის მრწამსი, აი ქართველებისთვის ხო ხა როგორი გენიალური სიტყვაა, როდესაც რელიგიას კი არ ამბობენ ადამიანები, არამედ ამბობენ სარწმუნოებას, ხო? ესე იგი შინაგანი შენი რწმენით და შენი ცხოვრებისეული საზომით ხვდები უკვე თუ რა რელსზე უნდა იდგე და რომელ გზას არ უნდა გადაუხვიო.
მაგრამ ნახე დღევანდელობაში უკვე აი დღევანდელ ბავშვებს და დღევანდელ მოზარდებს რწმენა საერთოდ არ გააჩნიათ. აი ეს არის პრობლემა, მათ შორის სკოლიდან, მათ შორის უნივერსიტეტიც იყოს თუნდაც მოზარდობიდან და თუ შენ პლაცდარმად გინდა რომ ადამიანი იყოს განათლებული, მაგრამ ნათლისკენ რეალურ გზას არ მისცემ, ანუ არ მიაწოდი, ხომ? შენ გაზრდი აუცილებლად უკვე არა ინდივიდს, არამედ ზუსტად იმ ინდივიდუმს, რითაც დავიწყე საუბარი და ის აი ამ ფართო მასებისგან არაფრით არ იქნება გამორჩეული. აი ეს არის პრობლემა, გამიგე? ამიტომ ესეთ ადამიანებზე ყოველთვის იგენერირებს ესა თუ ის ნარატივი სხვადასხვა შემოსული და თავსმოხვეული იდეოლოგია და რა ვიცი, აი სულაც რო კარგი იყოს, ხო, ესა თუ ის იდეოლოგია, აი პირობითად ვიძახი ამას, შესაძლოა კი აღმოჩნდეს შენ მაგ გარემოცვაში ამ წრის ირგვლივ, მაგრამ შინაგანად გაცნობიერებული არ გექნება რას ემსახურები. და როდესაც გაცნობიერებული არ აქვს უკვე ადამიანს თუ რას ემსახურები, ნუ ავტომატურად შენ გამოდიხარ ბრიყვი რა. ხო, ეს არის დაზუთხული, აი რაღაცას რო დაიზეპირებს ადამიანი და რო ეთქვი, თუნდაც აი წაკითხულიდან რაღაც ხო დაიზეპირა და იმ დაზეპირებულიდან შესაძლოა კონკრეტული პატარა აბზაცი უთხრა რომ ეს განმიმარტე. მაგრამ ვერ განგიმარტავს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ იცის, უბრალოდ არ იცის და მაგიტომაც ვერ განმარტავს რა. მასების ფსიქოლოგიაში ხა ჩვენ კიდე ხშირად ვიღებთ ხოლმე ემოციებზე თამაში. აი სამწუხაროა, მაგრამ ქართველები ზოგადად უფრო მეტად ემოციებს უყვებით ხოლმე, ემოციური ერი ვართ, ვიდრე პრაგმატული აზროვნების. აი ესეც პრობლემაა. აი ჩვენ არ ვიცით მაგალითად მერე გადამოწმება რაღაც კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული ამბავი მოხდება და ყველანი მივდივართ ხოლმე ეგრევე რუსთაველზე და იქ ვიწყებთ სხვადასხვა დემონსტრაციების ჩვენებას, აბრევიატურებს, სლოგანებს, ეს დიდი პრობლემაა, იცი, მაგრამ მე თავში რითი დავიწყე საუბარი, ანუ პრობლემის ახსნით დავიწყე ხვდები საუბარი, რომ აი საფუძვლად რა უდევს ამას რა, სულიერება გამოცლილი და სულიერება წამხდარი ხალხი ის აგონიაშია, ანუ იმას შენ ვერაფერზე ვერ დაელაპარაკები. მე ხარ ვიცი, აი თვითონ შენი ასე ვთქვათ, მსმენელი რამდენად გააცნობიერებს ამ ყველაფერს, თუმცა თუნდაც აი მასების ფსიქოლოგიაც ხო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის პოლიტიკის და ბიჭო, პოლიტიკას თეოლოგიის გარეშე ადამიანი ფიზიკურად ვერ გაარჩევ. გამორიცხული ამბავია, რომ შენ გაარჩიო, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ამ ორი ბერკეტის გადაჯაჭულობა. აი მაგალითად ეხა დღევანდელი კონფლიქტიც ხო რო ავიღოთ, ნუ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური თეოლოგიის ომი, იდეოლოგიური ომი, რაზეც, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი მაინც ვერ იგებს რა ხდება, ვერ გაიგებ ხო ეხა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მიხვდები რა, აი თუ ამ ყველაფერს არ ჩაწვდი შენ და თუ აზრობრივად ვერ მიხვედი ძირითად დანიშნულების ადგილამდე და წერტილამდე, ვერ მიხვდები რატომ ომობენ ეს ქვეყნები. ნუ წახვალ პირდაპირ მაინც და მაინც სოციო-ეკონომიკური კუთხით, წახვალ პოლიტიკური კუთხით, სხვადასხვა ნიადაგს მიადგები, მაგრამ ძირითადს ვერ მიადგები, ანუ ის ძირი ხო, ანუ ბირთვი რატომაც ხდება ეს ამხელა გაუგებრობა. ეს სხვათაშორის ლოგიკა ჩვენ როდესაც გვიჭირს ხო, აი ლოგიკა გვიჭირს, უფრო მეტად ადამიანები ემოციებს არიან აყოლილები და აი პოლიტიკოსები ხა ხშირად ვიმართავენ ხოლმე მასების ფსიქოლოგიის გამოყენებისას, შიში როცა საჭიროა, იმედი უნდა ჩაუსახო როცა საჭიროა, ბრაზი ესეც აუცილებელია. ნახე, მე დააკვირდით ეკლა შენ უშუალოდ საარჩევნო სლოგანებს. ნახე,
აი თვითონ ტრამპი როდესაც მოდიოდა, ხო, შენ ამ დროს უნდა მიხვდე როგორი speech-ს რო ეძახიან, აი როგორი გამოსვლა გექნება შენი წინა სიტყვაობა, ხო, რაც როგორი იქნება შენს ამომრჩეველთან, იმ ფართო საზოგადოების წრესთან, ვინც მაგალითად უნდა დაგიჭიროს შენ მხარი და შემოხაზოს ის რიცხვი, რომელი რიცხვიც ასე ვთქვათ, რომელი რიცხვიშიც იმყოფები საარჩევნო აგიტაციის დროს, ხო? აი თვითონ ტრამპის გამოსვლა როგორი იყო Great America Again, ხო, გავხადოთ ამერიკა კიდევ ერთხელ წარმატებული. აი მაგალითად ქართული ოცნების სლოგანი როგორი იყო არა ომს შეხედე ანუ რეალურად არა ომმა არჩევნები მოიგო ხვდები ემოციური ფონიც სიტყვებმაც და შენმა დაპირებებმა ხო უშუალოდ რომ შე რას პირდები საზოგადოებას ის მეუბნება რომ ესე იგი მე არ ვიომებ მე მშვიდად ვიქნები საქართველოში შედარებით მეტი წესრიგი იქნება ვიდრე კონკრეტულად ამ წამს გარე სამყაროში და ამ არა ომმა კარგად იმუშავა ესე გამოდის და აი ეს არის ნახე თითქოს ხო ორი სიტყვა არა ომს თითქოს ხო რამდენიმე სიტყვა ეს Great America Again რო გავხადოთ ამერიკა კიდევ ერთხელ დიდებული მაგრამ აი ორი სამი სიტყვაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რა და ამ დროს საზოგადოების განსაკუთრებით ის კონკრეტული ნაწილი რომელიც აი სამწუხაროა ხა რასაც ვიძახი მაგრამ ესეთი სიტყვები დიდ როლს თამაშობს ხოლმე გაუცნობიერებელ საზოგადოებას ხვდები ანუ ინდივიდუმებზე მასების ფსიქოლოგია ძირითადად ამაზეა შექმნილი რა ანუ ეს მე არ ვიძახი რომ ყველაფერი ამაზეა ერთ-ერთი ვერსია, ანუ რითაც თამაშობენ ეს პოლიტიკოსები და არა მარტო პოლიტიკოსები, ხანდახან ყველა იყენებს ამას, ხვდები რომ ჭრის აპრობირებული მეთოდია და გამართლებული კარგად უკვე. გამართლებული, აპრობირებული, კი ბატონო, აი მაგალითად შესაძლოა მერე კონკრეტულად კრიზისების გამოყენება ხო ამ დროს ომი იქნება ეკონომიკური ჩავარდნა პანდემია ადამიანები უფრო ემოციურად რეაგირებენ და ლიდერებსაც გაცილებით მარტივად ენდობიან იცი რომ ასეთ სიტუაციაში როდესაც შეიქმნა რაღაც ვაი უშველებელი რას გავაკეთებთ და ერთმანეთისადმი თუნდაც როგორ ვიქნებით აბა ვინ არის ჩემი უსაფრთხოების გარანტი ეძებს მე მიხვდი ეს კონკრეტული სეგმენტი ისეთ გმირს გადამრჩენელს ვინც იტყვის რომ აი ვის შეიძლება რომ მე ვენდო და რაც არ უნდა ეხლა ამ დროს ჩვენ ვხედავდეთ აი ესეთ ურჩხულს ჩათვალე ყველაზე მიუღებელი კადრიც რომ იყოს თუ ეს მიუღებელი კადრი რეალურს დაგპირდება ამ დროს და იქნება შენი ერთადერთი წყარო სიცოცხლისა ყველა ვარიანტში მე იტყვი რომ მე უეჭველი ხვდები აი ამ პირობითად ბრჭყალებში ურჩხულის მიმდევარი იმიტომ რომ ეს ურჩხული კონკრეტულად ამ წამს ჩემთვის არის ну ერთ-ერთი თუ არა ან პირიქით ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი წყარო სიცოცხლის წყარო ხო ну არის მე რა იცი აი უარყოფითი მხარეები რა თქმა უნდა ზირთად უფრო манипуляცია და პროპაგანდა გვაქვს პოლარიზაცია საზოგადოების გაყოფა ხდება და აი საზოგადოება როდესაც იხლიჩება და როდესაც ესე იყოფა ხო გაყოფილი საზოგადოება განსაკუთრებით აწყობთ შიდა ჯგუფებს რომლებიც არიან დივერსანტები და იმ სახელმწიფოებს მეზობელ სახელმწიფოებს ვინც უკვე შენი არაკეთილის მოსურნეა პოლარიზაციას და ამ манипуляციებს თანახლავს უშუალოდ
დეზინფორმაციები, დეზინფორმაცია ხო საერთოდ აი თანამედროვე მეინსტრიმულ მედიას რო ეძახით, აქ ხდება, თუ ხდება, იმიტომ რომ ძირითად მაინც ომს და სოციალური ფენის ჩამოყალიბებას, აი ჩამფორმირების პროცესში, ხო, უდიდეს როლს თამაშობს უკვე იგივე ეს პლატფორმა, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, TikTok-ი, შესაძლოა ავიღოთ მაგალითად Facebook-ი, Instagram-ი, Telegram-ები, WhatsApp-ი და დღეს ძალიან ბევრი საშუალებებია უკვე, რითაც იკვებებიან ადამიანები და საერთოდ მთლიანი ეს პლატფორმები უჭირავს უკვე იდეოლოგიას რა. აი პირდაპირ როგორც კი გადახვალ მათ ვებგვერდებზე, ეგრევე უკვე ხვდები დაახლოებით თუ საით მიყავთ გზა, საით მიყავთ მოვლენები და რამდენად სანდო ან არასანდო სიტუაციაში აღმოჩნდი. თუმცა აი ამ სანდოობას და არასანდოობას, რაზედაც მაქვს ამ წამს მე საუბარი, გათვითცნობიერებული ადამიანი აღმოაჩენს, მაგრამ აბა ეხლა ჩვენ ვკითხოთ იმ კატეგორიას, რომლებისთვისაც არ გიჭირავს, სხვა შინაგან რელსი არ დგახა, რომ ეს აღმოაჩინო და მე ეხვევი იმ შეულებრივ დემონის, ეშმაკის ბადეში რა. ჩემთვის ეხლა როგორც თანამედროვე 21 საუკუნეში ფსიქოლოგიის და განსაკუთრებით სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია ხარ, როდესაც ამას ვიძახი და ესეთ შეფასებას ვაკეთებ, მაგრამ ხო, აი ვერც ისაუბრებ, იცი, მე ბევრი რაღაც მიდის უშუალოდ პირად გამოცდილებამდე, ბევრი რაღაც მიდის რწმენამდე, ბევრი რაღაც მიდის, აი ეხლა შენ თეკლა ხო, აი მაგალითად აი წარმოიდგინე რომ მე და შენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ხო, ეხლა არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს და ამ დროს ორივენი ვართ როგორც 180 გრადუსით ოპოზიცია. აი მაგალითად ხა დღეს არის სამყარო გაყოფილი მაინც ორ ნაწილად, აქეთკენ კონსერვატორები, აქეთკენ ნეოლიბერალები და მე თუნდაც კონსერვატორმა მოპირობითად ვიზახი ამ შემთხვევაში, შენ, როდესაც იმყოფები 180 გრადუსით მოპირდაპირე მხარეს, კონკრეტულად რანაირად უნდა შევძლო, რომ აგიხსნა ქვეყანაში და მსოფლიოში რა ხდება, როცა მთავარი მედიები დგანან მხოლოდ ერთ ცალ ტოტზე და მეორე ტოტს არ აქცევენ ყურადღებას. აი მაგალითად ხო, წინა ერთ-ერთი იმედზე გადის ხოლმე, თუ რომელ არხზე გადის, არ ვიცი, მიჩვენებს ხოლმე რაღაც სამთავრობო ის რო შემოიღეს დებატებიო თუ რაღაც, ხო, აი ნახე ეს ერთ-ერთი ხო, აი რაღაც დებატები და რამდენიმე წუთს მოусმინე, მაინტერესებდა მათი პროტოკოლი როგორი იყო, გამიგე და ეხლა ნახე როგორი მომენტია, რომ დაახლოებით 3-4 წუთი გააქვს შენ იმისთვის, რომ მთლიანად აი ქვეყანაში რაც ხდება, აი ეს მოვლენები შეაფასო, კითხვა დაუსვა ის მთავრობის ოპონენტი ვინც არის და მე იმან პასუხი უნდა გაქცეს, ბჭო, 3-4 წუთში მე ამდენი პრობლემა რანაირად უნდა შევკრა, როგორ უნდა გადმოგცე, საერთოდ რა უნდა გითხრა, აი ჩვენ აგერ ორ ნაწილად გაიყო პოლიტიკური თეოლოგიის პროცედურები, რაც ვისაუბრე და მე მგონი კიდე ერთი 10 ნაწილით შედგება მაგისგან, არავინ არ არის აქ დიდი შოთა რუსთაველი რა. ხო და მისნაირი კიდე იმ გრძელი სიტყვის მოკლედ მთქმელი. როცა ამდენი პრობლემაა და ესეთ რაღაცას გთავაზობენ, ალბათ უფრო სხვა ფორმატი, ალბათ კი არა სხვა ფორმატი უნდა იყოს ყველა ვარიანტში და როდესაც თვითონ ქვეყნის მთავარი მედიები თავადვე ატარებენ იმ პროპაგანდას და იმ იდეოლოგიას, რაშიც ყავთ ამდენი ხნის განმავლობაში ერი დაზომბირებული, შენ იქ ალტერნატიული გზებით რომ რაღაც გააკეთო, კი ჩვენ აქ ვისაუბრებთ, ბევრი ადამიანი მოგვისმენს, მაგრამ შეხედე ძირითადი ნაწილი მაინც რომლებიც არიან მეორე მხარეს, ხო იქითა ფლანგზე,
ამ საზოგადოების მერე უკვე დაპირისპირება ხდება მასობრივად სოციალურ სივრცეში ხდები. ანუ ესე იგი ეს ამდენი ადამიანის ათქვეფა უკვე ერთმანეთში და გაყოფა გახლეჩვა ავტომატურად ბადებს რა ზიზღს, ბადებს ერთმანეთში შუღლს, რომ შეესეთო, შეისეთო, შენ აქ რა გინდა, აღარ გავყვები ხა ამ უცმაწურ სიტყვებს და აი ვიღებთ იმას ფაქტობრივად, რასაც ვიღებთ რა. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი პოლიტიკის და სამწუხაროდ მასობრივი ფსიქოლოგიის და პოლიტიზირებულად რომ ვაქციოთ, აი ეს ჩვენი ძირითადი პირველწყარო ნეგატიური ჩანაფიქრი, რითაც არაჩვეულებრივად იკვებებიან და გადასარევად ასრულებენ დამკვეთები ყველა იმ ასე ვთქვათ ჩანაფიქრებს, რაც თავშია რა. აგერ ხო გეუბნები 2020 წელს დაიძახა ერთმა მედიამ, რომ კორონავირუსიაო, აყვა ძირითადი საშუალებები. აბა ეხა მაგ მედიებიდან, აი პირდაპირ ვიძახე, აი მაგ მედიებიდან ეთქვა ვინმეს, რომ მაგალითად დიდი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. რაღაც მეეჭვება, რომ ამდენ საზოგადოებას მოდებოდა ეს ვირუსი. მე დღესაც მახსოვს, რომ ის რაგვარი არის კულუმბეგოვი, მე სწორად ვამბობ მაგის უას უკვე თუ კოლუმბეგოვი თუ კულუმბეგოვი რა. კულუმბეგოვია. ხო, კულუმბეგოვი. ესე იგი 2020 წლის თებერვალში 24 თებერვლამდე, ანუ სანამ ეს 24-ში დაიწყო თუ 22-ში აღარ მახსოვს ომი. სანამ ომი დაიწყებოდა რა, მოკლედ შეხედე ომამდე დღეც და ღამეც ხალხისთვის მძვინვარებდა კოვიდი, მაგრამ მას ვისაც ჰქონდა გიორგი საშვები, იმათვის არ დადიოდა ქუჩაში კორონავირუსი. დაიწყო ომი და ვირუსი თავისით გაქრა, მორჩა. ხო, ანუ რისი თქმა უნდა შეხედე, ანუ თემა იმაში მდგომარეობს, რომ უშუალოდ ესე იგი თუ თქვენ არ აიცრებითო, მოკლედ მარტშიო ძალიან დიდი ალბათობითო, ეხლა ხო სამნიშნა რიცხვებიაო ინფიცირებულებისო და მარტშიო უკვე 4 ნიშნა რიცხვი იქნებაო, ანუ დღეში 1000 კაცს. ვეღარ დაითვლითო ესე, კი, არა, ეგ მაგანაც თქვა და იმანაც თქვა, რა ქვია, გამყრელიძეც იძახდა მაგას და ნუ ასე შემდგომ და შეხედე რეალურად ეხლა საქმე რაში მდგომარეობს, რომ ეს ომი, როდესაც დაიწყო, მე მაშინ თავი ვთქვი, რომ ეხლა ნახეთ მეთქი კორონავირუსი აღარავის აღარ ემახსოვრებოდა თქო, ერთ დღეში ფაქტობრივად ამ ბომბებმა, ავიაციამ და ავტომატებმა, ესე იგი ავტომატები და ბომბები ყოფილა იმის კორონას წამალი და არანაირი რაღაც ვაქცინები, ეს Pfizer-ის და რაღაც AstraZeneca-ს ვაქცინები, ხო? ეს არის აი მასების ფსიქოლოგიის მაგალითი ხო გაინტერესებდათ არა? აი როგორ მუშაობს ეს მაგალითი, ხო? გითხრეს, რომ ესე უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს და მორჩა რა. ხო, ანუ ძირითადში მე რა არის, იცი? შეხედე ისა თეკლა ყველაზე მთავარი, ანუ მე სადაც ვსვავ ხოლმე ამ კითხვას არის რა, ნახე, იმავე თებერვლის თვეში 100,000-ობით თებერვალი იყო თუ მარტის საწყისი რიცხვები. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ხო, აი პლუს მინუს 2 კვირის დრო იყო რა, 2 კვირიანი, ასე ვთქვათ, მონაკვეთში იყო, ხო? ან თებერვლის ბოლო იყო, ან მარტის საწყისი რიცხვები. 100,000 კაცზე მეტი შეიკრიბა რუსთაველზე, როდესაც აქცია გაიმართა. მე რა მაინტერესებს, იცი? თუ კაცო ასე მძვინვარებდა ეს ვირუსი და ესეთი საშინელი მდგომარეობა გქონდა. მანქანაში 2 კაცზე მეტი ნუ დასხდებითო. კაფეში ნახეთ ან დაიმახსოვრე პრეცედენტები, მარტარა მაგალითები გავიხსენოთ. ცოლ-ქმარი ღამით საძინებელში ერთად იყო და მანქანაში გვერდი-გვერდ დაჯდომა არ შეიძლებოდა. მე მგონი 2 კაცზე მეტი მანქანაში დაჯდომა არ შეიძლებოდა. ერთი წინ უნდა მჯდარიყო მძღვარი და უკან უნდა მჯდარიყო სხვა, გვერდზე არ. კაფეშიც, კაფებარებშიც 2-3 კაცზე მეტი ნუ შეხვალთო და რაღაც ესეთი რისკო ქონდა რა, გამოხმაურება ამ ყოველივეს, რომ პროტოკოლი შეიქმნა თუ როგორ უნდა მოქცეულ პირბადის გარეშე ნუივლით და ნუ ეს საზოგადო ცნობილია უკვე. კაცო 100,000-იანი, 200,000-იანი აქციები რო გაიმართა. ეს ახალი კლასტერი, აი მაგათ
მაგათ იმაზე ენაზე რო თქვა რა, კორონას ენაზე რო თქვა, ეს ახალი კლასტერი რატო არ ჩამოყალიბდა? ან უსაშველო მდგომარეობა თან არა მარტო საქართველოში, ეს უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში მე მახსოვს ეს ზელენსკი რო გამოდიოდა, დისტანციურად ერთვებოდა, ესალმებოდა მომიტინგებს და იმ დემონსტრანტებს. ანუ რატომ ვერ მივიღეთ ჩვენ ახალ-ახალი კლასტერები და რატომ არ იქცა სულ ჯოჯოხეთად დედამიწა? ესე იგი რაღაცაშია საქმე აქ. ხო ესეა რა? ხო და აი ეს არის მასების ფსიქოლოგიის კიდე ერთი მაგალითი, როდესაც შენ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფები, ავტომატურად ხო აქ ერთი წერს, უნდა გაუცილებოდი მეუღლეებს და კაი იქნებოდა. ჩემო კარგო, მეუღლეებს ისედაც შორდებიან დღეს სამწუხაროდ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ეს ოჯახის ინსტიტუტი ტკივნეულ თემას ვეხები, მაგრამ მოშლილია. ეხლა დაიდება, აღარ გადაიმოწმებია სულ მალე 2025 წლის სოციალური სტატისტიკა, ანუ წელი როდესაც მთავრდება ხოლმე, მერე იდება ხოლმე მოკლედ ეს სხვადასხვა რიცხვები რა და აი მე რაც შემიძლია მოგაწოდოთ, ეს არის 2024 წლის მონაცემები, რაც ბაზაშიც დევს უკვე ამ წამს, მარტო 2024 წელს, აი იგივე ოჯახური კრიზისის და დაშორებების განხრით დაახლოებით რომ დავამრგვალო 14000 ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა ოფიციალურად ამ პატარა საქართველოში 14000 რო დაინგრა ერთი მაგდენი რიგშია და თუ კიდე მეტი არა რომლებსაც უბრალოდ ხელი არ აქვთ მოწერილი სამწუხაროდ და ამიტომ ეს ცალკე ნიჰილიზმია საერთოდ დღეს და ოჯახი ეს რა თქმა უნდა ხა მე მივესალმები რომ ადამიანმა ტრადიციული ოჯახი უნდა შექმნას მაგრამ თითქმის აღარ არსებობს ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა და არ ვიცი ამას კიდე მე რა დავარქვა იმიტომ რომ უკვე ადამიანები ხო სკეპტიკურად არიან ამ ყველაფრისადმი განწყობილები. ძალიან ცუდია ხა რასაც ვამბობ. ჩვენ რა თქმა უნდა შევქმნათ ოჯახი, უნდა დაოჯახდეთ ყველაფერი, მაგრამ ეს მამაკაცები და ქალები ცალკე კიდე კატეგორიებია, რის გამოც ეს ხდება რა. ნახე ხა დაუბრუნდეთ ის პოლიტიკურ სექტას და ვის აწყობს ამ პოლიტიკური სექტების არსებობა, ვინ უწყობს ხელს ამის ფორმირებაში თუ საზოგადოებაში თვითონ ხდება ჩამოყალიბება მერე უკვე ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის. ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან, უახლესი ისტორიიდან პრეცედენტები იყო მიშისტები და იყო ზვიადისტები, მაგრამ ეს უარესი უკიდურესობა, აქ სექტა არ იყო, აქ იყო ფანატიზმი. რიგ შემთხვევაში, შევარდნაძის შემთხვევაში არ იყო ეგრე. უფრო სექტა ყავდა მაგასაც თავისი კოცებს თავისი ყავს პოლიტიკური ძალა არ არსებობს თითქმის საქართველოში ვისაც თავისი პოლიტიკური სექტა არ ყავს რამდენად აზიანებს ეს პოლიტიკურ პროცესს თვითონ საზოგადოებას აზიანებს თუ პოლიტიკურ პროცესს აზიანებს ეს შენი შეხედულება მაინტერესებს მე ვთვლი რომ თვითონ პოლიტიკოსებსაც აფუჭებს ეს ყველაფერი იმიტომ რომ როდესაც კითხვები არ უჩნდებათ თუნდაც მისი მხარდაჭერილი გუნდის მისამართით ეს უკვე ხელს უწყობს იმაში რომ ისინი ძალიან ბევრ შეცდომასაც დაუშვებენ იმიტომ რომ კითხვის დამსმელი გამკრიტიკებელი აღარ დარჩებათ და შენ როგორ ფიქრობ ამას როგორ უყურებ იცი რა არის თუ პოლიტიკურ პროცესს გააფუჭებს პოლიტიკა მაინც თავშია და ავტომატურად ხალხიც გაფუჭდება ეს გადამულია ერთმანეთს ანუ ცალ-ცალკე შანსი არ არის ვერ იქნება ხო ვის აწყობს ეს ისევ და ისევ შავ ძალებს ბნელ ძალებს გაუცნობიერებელ საზოგადოებას ჩვენ არ გვჭირდება არც ურაპატრიოტიზმი და არ გვჭირდება არც ზედმეტი ლიბერალიზმი. ჩვენ გვჭირდება რაღაც ოქროს შუალედის პოვნა, აი როგორც დიდი ილია მართალი ამბობდა, ქართველ ხალხს აქვს საკმაოდ ცუდის ნეჩვევა, ის რაც კარგია იმას ვერ იღებს და რაც ცუდია მაინც და მაინც იმას გადმოაკოპირებს, ხო? ამიტომ რაზეც ვდგავართ ჩვენი ფესვები, ჩვენი ტრადიციები, ეს ეროვნული ღირებულება რაც არის ის უნდა შევინარჩუნოთ და
ხა თუ რამეა კაცო სხვადასხვა იდეოლოგიურ სამყაროში, რომელიც არ უნდა იყოს, მე კარგზე მაქვს აქ აქცენტი გაკეთებული, ჩვენის კარგი უნდა გადმოვიღოთ, უნდა ვისწავლოთ, განვითარდეთ და რაც მეტი გვექნება, ამას რა ჯობია, ხო? ჩემი შეხედულება ამ კუთხით ძირითადად მაინც ესეთია რა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველაზე მთავარი მაინც აი მე რას ვფიქრობ, იცი, აი საქართველოს ალბათ ეშველება მაშინ, როცა მართლა ღვთისმიერი, მორწმუნე და პატრიოტი ხელისუფალი ეყოლება. იმიტომ რომ თუ შინაგანი რწმენა, შინაგანი ეს ნათელი, აი განათლება და ერის ტკივილის ხმა არ ესმის მმართველს, ის გამორიცხული ვარიანტია შედგეს როგორც საჩვენებელი, აი თითით საჩვენებელი ლიდერი, ვერ შედგები მაგათ. რა ეგეთი იყო ზვიადი და ეს ადამიანი სამწუხაროდ მოკლეს, მაგრამ ზვიადის ალბათ მინუსი მაინც რაც იყო და ბევრი ამბობს და აი მის გამოსვლებშიც აი შემიმჩნევია, იცი, აი იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე და სხვადასხვა საქართველოს მტრებზე დაუფარავად ამხელდა ხოლმე საზოგადოებას რა. ამიტომ პოლიტიკა ისეთი სპექტრია, სადაც ხანდახან უნდა გაჩვენდე, ხანდახან მოითმინო, ესეთია პოლიტიკა, სწორად გამიგეთ ხალხო რა, ის თქმაც მინდა. განა იმიტომ რომ მე მომწონს ან თქვენ მოგწონთ, არა, უბრალოდ ხანდახან რაღაცებს თუ არ გაატარებ პოლიტიკაში, იმიტომაც მე შერაცხეს კავკასიის და საქართველოს სადამ ჰუსეინად და მორჩა მოაქციეს აი 4 კუთხით მახეში და დამთავრდა, ხო, აი მისი სიცოცხლეც ღმერთმა აწყონოს რა, ისიც და ცხონებული მერაბიც. ამიტომ ჩემი აზრია, რომ საქართველოს სჭირდება დიპლომატი, გონიერი, უფლის მოშიში, მორწმუნე, ეროვნული ხელისუფალი, ვის ხელშიც იქნება უკვე მერე ქვეყანა აღორძინებული და დაფიქსირდება წინსვლები. და არც ეს არ მომწონს, ეხა ამასაც პირდაპირ ვიტყვი, აი აქაც ესეც ერთგვარი მასების ფსიქოლოგიაა, იცი, აი ნახე დღევანდელ კონსერვატორულ მოძრაობაში, ხო, თუნდაც ბჭო ნეოლიბერალები გაერთიანდნენ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მიდიოდნენ თავის ეთერებში და ნახე, მინდა გამიჯნა გააკეთო პარტიას გულისხმობ კონსერვატორები საქართველოსთვის თუ კონსერვატიულად მოაზროვნე ფლანგს გულისხმობს? მე კონსერვატორები იმიტომ აღნიშნე, რომ ეს არის საზოგადოება ხო ამ შემთხვევაში და ხო, ნახეთ, ბევრს უჭირს ხოლმე გამიჯნა და ვინმე რო არ ჩაგვითვალოს რომ მე არ ვეხებია კონკრეტულ იმას, რა ქვია, თქვენს ლიდერებს და რა ქვია, აი კიდე პარტია, კონსერვატორული პარტია ერთია, როგორც ვიცი, ალტინფო არის, ხო ეს? კონსერვატორები საქართველოსთვის და სახელწოდებაშიც რადგან არის პირდაპირ კონსერვატორები, მათთან გადაკეთებინე გამიჯნა, რომ საზოგადოება მიხვდეს კონსერვატიულ ფლანგზე აქვს სრულად საუბარი და არა კონკრეტულ პარტიას. ანუ მე სრულად მაქვს ძირითადი ეგ ის მქონდა, აქცენტი მქონდა ხა ამან გაკეთებული, რომ ნეოლიბერალები გაერთიანდნენ მეთქი, ანუ რატო ვთქვი ხა ეს, რომ ერთი ფლანგი და მეორე ფლანგი ეკეთკენ, ხო? იქ ყველა ერთად დაჯდა კაცო, თუნდაც წინა არჩევნებზე და თუნდაც რა ვიცი ხლა მე დღევანდელ არჩევნებზე და ბევრი პარტია, ბევრმა პარტიამ და ბევრმა ადამიანმა ერთად სადა ხო რა ვიცი რაღაც თავისი გასაკეთებელი რა, მაგრამ ეხლა უშუალოდ მეორე იმაზე ფლანგზე ეხლა რასაც უყურებ, უფრო ეროვნულად მოაზროვნე კონსერვატიული განხრით, აქ არ შეიძლება ზიზღი, არ შეიძლება ჩემი აზრით დაპირისპირება, ეს უფრო დაყოფს სიტუაციას, ეს უფრო იქნება მეტი ნეგატივის შემომტანი და ალბათ თქვენ როგორმე უნდა მეტად ეცადოთ ინტეგრირებას და ეს ჩემი რჩევაა როგორც ერთი რიგითი ქართველის, მე არ ვსაუბრობ აქ პოლიტიკური ლიდერის ან მსგავსი კალიბრის პირის გადმოსახედიდან, უბრალოდ რიგითი ქართველი ვაფიქსირებ ამ აზრს, მე გამიხარდებოდა თუ მეტი ადამიანი მოიყრიდით ეს ეროვნულად მოაზროვნეები, ვინც ხართ თავს და ბევრ საკითხზე შეჯერდებოდით. უფრო დიდი ძალა იქნებით, უფრო მეტი ხმაც გექნებათ, მეტად შეძლებთ, რომ არჩევნებშიც გაიკვალოთ გზა და
აღარ იყოს ამდენი დაქსაქსულობა, თორე ეს ამდენი ვაქხანალია აწყობს ვის აი მართლა დემონურ იდეოლოგიურ მენტალობას, რაც უკვე 30 წელია გამეფებულია საქართველოში და სამწუხაროდ ამ უღელს ვერ ვიხსნით ჩვენ თავიდან. გიორგი, ნახე რა მინდა აღუნიშნო ამ სიტუაციაში, მინდა რომ პასუხი გავცე შენს ამ ნათქვამ სიტყვებს. დღევანდელობაში ძალიან რთულია და ძალიან მიჭირს, იცი შენც რომ სტუმრების პოვნაც კი მიჭირს, იმდენად რთულია სიტუაცია და რატომ? თუნდაც ეროვნულ ფლანგზე ვინც პოზიციონირებს კონსერვატიული შეხედულებებით, ვინც პოზიციონირებს 60%, 70% მეტწილად გასურილია. არ არსებობს ძველ პოლიტიკურ რაღაცა მაქინაციებთან ბრმა არ ქონოდათ, ან ეკლესიაზე არ დაერტყათ, ან პატრიარქზე არ დაერტყათ. და ეგ გარიცუდი მოცემულობა რაღაცა გადაკვეთის წერტილი რო იპოვო, ბოლო 35 წლის განმავლობაში მე ვიტყვი ჩემს პოზიციას, რატო ვერ გაერთიანდა ეროვნულები. ეხლანდელი მოცემულობა ეგ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო მათ შორის ეკლესიის მანძღველი, პატრიარქის მანძღველი და მე პირადად სტუმრადაც ვერ მოვიწევ, საკუთარ თავს ვერ ვკადრებ, ხო? თუკი მას შენდობა არა აქვს საჯაროდ თხოვნა შენდობის არა აქვს ადამიანს, ხო? სურვილი არა აქვს, რომ შეუნდონ და ვერ იაზრებს, რომ ამით შეცოდა და ცოდვად დაიდო და შეეშალა არა მარტო ეკლესიის წინაშე, საქართველოს წინაშე პატრიარქს რო გაულანძღავ ქართველ ერს და ამაზე შენ ბოდიშს არ მოიხდი, თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგაც, ხო? მე ამ ადამიანთან საკუთარ თავს ვერ ვკადრებ, დავждე და ვისაუბრო, მაგრამ წარსულზე თუ ვილაპარაკებ, ჩემი აზრით ეროვნული ფლანგის პრობლემა ის არის, ყველას გენერლობა უნდა და რიგითი ჯარისკაცობა არავის. და პირველობისთვის ბრძოლაში სანამ ქვეყნის სადავე გაგექცევა, აი რა ჭირთ იცი? საკუთარი როლი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ქვეყანაზე წინ, ქვეყნის საქმეში საკუთარ თავს და საკუთარ როლს აღმატებულად აყენებენ და ამიტომ უჭირთ რაღაცებზე შეჯერება. მე ესე ვფიქრობ. იცი როგორ არის აი ეს როგორ ვერ უნდა მონახოთ საერთო ენა, ხო? ხო, არა. ეს არ არის მე რას ვიცი რომ აი კონკრეტულად მეს სინდრომი აქვს, ეს ქართველის სამწუხაროდ მოდი თქვათ რომ არა მარტო კონსერვატორულად განწყობილ პოლიტიკოსებს ეხება უკვე ეს ამბავი, ეს ეხება მთლიანად ჩვენს გენოტიპს. აი ესეთი გენოტიპი გვაქვს, იცი, იმიტომ რომ აი ხა ბოლო ქვეყანა მაგალითად სადაც ვიყავი, ეს იყო საბერძნეთი, ვიმოგზაურე და სადაც მივდივარ ხოლმე ბუნებრივი დაკვირვება, აი ესეთი ტერმინი გვაქვს ჩვენ ფსიქოლოგიაში და მით უმეტეს ხა ერთ-ერთი სფერო ჩემი ფსიქოლოგია, ამიტომ დავაკვირდი საზოგადოებას, ხალხს. ხა აქ თუ მაგალითად იმართება რაღაც აქციები და ხალხი გამოდის კონკრეტული სიტყვით პირობითად ავიღოთ გადადიქი, იქ ყვირიან რას, იცი? გააკეთე. როგორი დიდი განსხვავება ევროპის ქვეყნებშიც ეხა რომ აკვირდები ემიგრაციაში მყავს თელი საახლობლო სამეგობრო მშობელი დედის ჩართული. აი ბოდიში ერთსაც ვიტყვი რა, არ დაივიწყო რა. ანუ რისი თქმა მინდა იცი რომ ბჭო, იმ ევროპაში თეკლა არის განა ცოტა პრობლემა. ჩვენზე შეიძლება ბევრად რა თქმა უნდა ბევრი მინუსი მოდის, ბევრი, მაგრამ კარგი გადმოვიღოთ. აი მე თვითონაც რომ დავდივარ, ხო? კარგს რამდენს ვხედავ, იცით? ჯერ მარტო აი საზოგადოება გიღიმის, გიცინის, კონტაქტში შემოდის, აი რასაც საქართველოში ვერ ნახავ სამწუხაროდ. მე ბევრი მისაუბრია იგივე ევროპელებთან და რო ვეუბნები ხოლმე, თუნდაც აი ამ თემებს რო უსვავ ხას, ხო, რომ აი წესრიგობის და ეხა ეს რაც არის ის და ასე შემდგომ, პირდაპირ გეტყვის რას? ეს ჩემბრალი კი არ არის. მიგითითებს თავრობაზე, რომ ესეთი სამწუხაროდ თავრობა მყავს, ესეთი ლიდერი მყავს, ამიტომ ძალიან ბევრს მაგათაც არ მოსწონთ ეგეთი ასე თქვა დამოკიდებულება თვითონ ერთში რაც არის, გამიგე? და ყველაზე მაინც მთავარი იცი რა არის, რომ აი როგორც წინა ეთერში მე ვახსენე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მართავს თვითონ ამერიკელი სენატი, ხო? დაახლოებით ეგ არის მერე მთელ ევროპის კონტინენტზე გადაჭიმული, იმიტომ რომ აი სამთავრობო ძალები
ადგილები, რასაც ქვია, ძირითადი ადგილები, ვინც უნდა დაიკავოს, აი, მაგ ადგილებში არიან მომსხდრები, ისეთი საზოგადოება, ანუ ისეთი ხალხი, რომელიც ამ ყოველივეს განაგებს, თორე იმ ევროპელმა ხალხმა ძალიან ბევრმა კაცო, მე როგორ შეიძლება დავივიწყო აგერ პალესტინის მხარდამჭერი აქცია რო იყო შტატებში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მთელი ევროპა მოიარა მაგ იმან, ხო, ამბავმა და ბილიონობით ადამიანი იყო გამოსული და ეს ხალხი ხო კონსერვატორულად განწყობილი ხალხია რა. ეს უცხო ხალხი არ არის, ამიტომ აპრიორი იმის თქმა, აი ევროპა გინდა თუ არა შენ ამას გიკეთებს, იმას გიკეთებს, იქ ევროპას თან უნდა დაურთო, ევროპის ვინ კონკრეტულად ხდები? ევროპის ჩვენ ზოგადად მოსახლეობასთან კი არ გვაქვს პრობლემა, ჩვენ სამთავრობო ძალებთან გვაქვს პრობლემა, რომელიც აი ასეთ პროტოკოლს ქმნის და თვითონ არიან ამინდის შემქმნელები ამ შემთხვევაში, თორე რიგითმა ეხა მე მოქალაქემ იმან მე რა დამიშავა, ეხა თუ ის ვით უმეტეს არც არის იდეოლოგიურად ჩემი მტერი, ის იმას რა აქვს დაშავებული ჩემს წინაშე, თორე კი როდესაც პროტესტს ეხება საქმე საქართველოში, აი მაგიტომ ლაპარაკობ პოლიტიკურ სექტანტიზმზე, მაგიტომ მინდოდა დღევანდელი ლაივი რო გქონოდა გიორგი. საქართველოს პრაქტიკაში სულ სხვა. საქართველოში აქციები იმართება ვისი სკამი დავიცვათ. ხო, არა, პირდაპირ ეს არის 25. მე ჩემი რაც გონიერი აზროვნების უნარი დავიწყე 37-ის ვარ უკვე. და 35 წელია, რასაც ვუყურებ გიორგი სულ ეს არის. თუ გინახავთ სერიოზული პროტესტი საქართველოში სოციალურ პრობლემებზე, აბა ევროპაში პურის ფასი მოუმატონ. აბა ევროპაში გადასახადები მოუმატონ ხალხს. გამოცვივდებიან სამთავრობო შენობებს გადაწვავენ. ხო არ გვავიწყდება საფრანგეთში გამნაუზები რომ მიუშვირეს სამთავრობო შენობებს. სანამ უკან არ დაახევინეს სოფლის მეურნეობა ზიანდებოდა, რაღაც პროცესები იყო მაგ დროს, რაც სოფლის მეურნეობის საკითხებს ეხებოდა და მოვიდა ეს სოფლის მეურნეობის ხალხი და გამნაუზის მანქანები მიუშვირა მთლიან სამთავრობო შენობებს. და ერთი წამით უკან არ დაიხიეს. ჩვენთან 400, 500, 600 დღე შეუძლია ქართლოს იდგეს და ვაიმე ევროპას კარგავ და არ დამაკარგინოთ და ამისთვის იბრძოლოს 2 წელზე მეტი და ამ დროს, როდესაც იმატებს გაზი, იმატებს შუქი, იმატებს პურის ფასი, ყველაფერი რო იმატებს, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე არ გამოვა. მაგრამ პოლიტიკური სექტანტიზმი აქ კიდევ პრობლემა. მე ხალხოს სკამს მართმევენ, ვაშა ურა, მოდი დაიცავი, ჩემი სკამი გაამაგრეთ, გაამყარეთ, გამოცვიდება, ხან ერთი პარტიის ხალხი, ხან მეორე, ხან მესამე. არ დაილია ეს ყველაფერი. აი ეს არის ზუსტად სექტანტიზმი, რომ ბიჭო, მე რომ მაღაზიაში შევალ, ჩემი შემოსავლით, გიორგი, რომ შევალ და ჩემი შვილისთვის კვირაში ერთხელ სიტყვაზე ხორცს ვერ დაუშვათ ლაპარაკობ, ხო? ხორცს ვერ ვიყიდი, რძის პროდუქტს ვერ ვიყიდი, ჯანსაღი კვება ვერ ექნება ჩემს შვილს და შემდეგ ჯანსაღი კვება განსაზღვრავს, რამდენად ჯანსაღი გონება ექნება ბავშვს, როგორ განვითარდება. მერე სოციუმში როგორ პიროვნება ჩამოყალიბ განათლებასაც ვერ მიიღებ, ტვინის უჯრედებს თუ საკვების სწორი კვება არ მიაწოდე, ხო? როგორ გინდა ყავდეს კარგი თაობა, რომელსაც თავის დროზე რძიაკლია, თავის დროზე ხორციაკლია, ზრდის პროცესში, როცა ის უნდა ჩამოყალიბდეს მისი სხეული და ტვინი უნდა განვითარდეს. ნიგოზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ხო? და ამაზე არ გაქვს პრეტენზია და არ გამოდიხარ და ამ დროს ვიღაცის სკამი იკარგება და ვაიმე გვიშველეთ. რაღაცა ეფემერულ რაღაცეებს უკარგავთ და იმისთვის ვიბრძვით და აი აქ ღირებული რაც გაგვაჩნია ყოველდღიურობაში, რაც ეს ღირებული რო გამოგვეცლება. აი ამისთვის რო არ იბრძვის ხალხი, მან ხედა უკვე სექტას. კი. კი არა, რეალურად მეც ვერც დაარქმევ ამას, იმიტომ რომ სექტანტიზმი სხვა არაფერი არ არის, ხო, გარდა იმისა, როგორც აღწერე და ასევე აღწერე შენ. აი ეს კონკრეტული შედარებაც მე ამიტომ მოვიყვანე გადადეკისა და გააკეთეს შორის მაგალითი რა რაც იყო. თან თვითონ საზოგადოებას აი რომ დააკვირდე იქ უცხოეთში ეგრა აკლიათ ეხა გეხვეწები ამ სოციალურ ქსელებს ჩაუჯდნენ და თქვენ გონიათ ხალხო რომ აი ევროპის ჩემპიონატი რო იყო აი მაგალითი რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი რო იყო ჩვენ რო დავტოვეთ ტურნირი
მაშინ შემოვაკლდათ ეს ლაიქები და ანუ აი შევდიოდი ხოლმე და 50000 და 100000 ლაიქი რო იყო და ვინ თამაშობს უეჭველი საქართველო. ანუ აი ხვდები ხო ეხლა რა შემდგომარეობდა საქმე რა და განა არ აქტიურობენ ეხლა ევროპაში კი Facebook-იც აქვთ, ესეც იდება ისეს, მაგრამ იქ უფრო სხვა პლატფორმები აქვთ, გამიგე? Instagram-ი, ანუ აი ყოველდღიური ცხოვრებისეული მოცემულობით გადიან ფონს, ხვდები? არ იზედმეტებენ რა, ბევრ ამაზე თავს და აქ რო არის ხოლმე, რომ აი შეუვარდებიან ხოლმე ეგრევე ვიღაც რო არ მოეწონებათ და შეესეთო და შეისეთო და შენ ამას იზახი და გალანძღავენ, გათათხავენ ბეჭო, ანუ თუ საზოგადოებას ევროპაში არ მოგზაურია, ის ეხა იტყვის ჩემზეც და გინდა ჩვენზეც ხა რაც აღნიშნე, რომ ესენი რას ლაპარაკობენო, გამიგე? ანუ ესენი რას ამობენო, მაგრამ ბჭო რო დავდივარ, რასაც უყურებ, იმას ვიძახი რა. ძალიან მძიმეა, ანუ აი ეს ევროპული მენტალიტეტი, ანუ გაცილებით უფრო წინ არის წასული, ხვდები? აი ძალიან წინ არის ამ კუთხით წასული რა. აი ბოლო ერთმანეთი მაინც არ ძულთ და არ ეზიზღებათ აი ეგ არის უბრალოდ და ბევრი რამე აი კიდე იმდენი მაგალითის ხა მოყვანა შემიძლია ხა უშუალოდ აი სოციალური ფსიქოლოგიის განხილვასაც რო გადავხედოთ როცა საუბრობ მე ვამბობ ხოლმე ხო არის მოწყვლადი ჯგუფები მაგრამ ეს კიდე ორ ქვეპუნქტად მაქვს დაყოფილი იმედი არ გაგეცინება და თავში იქ მე წინასწარ მეცინება ჩემ ნათქვამზე ხო არის მოწყვლადი მოწყვლული და აწი მოსაწყლავი ჯგუფები ცალკეა კიდე. ოღონდ მართლა. ესე უკვე შაყირში გადამდის ეს თემა გიორგი იმით. არა, აი მარტივ რაღაცას გეტყვი რა. მარტივ რაღაცას გეტყვი აი ბოდიში, აი წინაზე აი ვახსენე შენთან ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში, აი თუნდაც პირადი ურთიერთობის თემა იყოს, ხო? ბიჭო, იქაც ინგრევა, ოჯახები გან არ ინგრევა, მაგრამ ესე არა ხალხო. აი ეს არის, აი საქართველოში აი კარგად დააკვირდით რასაც ვიტყვი რა საქართველოში თუ გინდა რომ დაოჯახდე ჯერ უნდა დაოჯახდე და მე დაოჯახდები ხვდებით რასაც ვიძახი აი ჩავწვდით აბა აზრს რომ საქართველოში ოდესაც დაოჯახდებიან ბედი მერე ეხსნებათ გამიგე მერე ნახავენ პრინცებს მერე ნახავენ პრინცესებს ჯო მანამდე სად იყავით გვედალოცული შვილებო გაუგებარია ეს უბრალოდ რა ანუ იგივე მაგალითს მოვიყვან აი მაგალითად საბერძნეთი ვახსენე ხო საბერძნეთში ძალიან გვიან ოჯახდებიან იცი შენ ჩინეთში სხვათა შორის ნუ ოღონდ ჩინეთის გარკვეულ რეგიონებში ასაკამდე თავს იკავებენ მე ძალიან მე და ქორწინებისგან კი ძალიან იკავებენ როგორ იკავებენ წვეტენ 3-4-5 წლის ურთიერთობის მერე ეს ჩვენ ქართულ მენტალობაში არ დევს მაგრამ გადმოიგდეს მაგალითად ანუ აი ასაკი აქვს ხო ასაკი აქვს საკმაოდ გაბერილი რა საკმაოდ გაბერილი აქვს ასაკი და ნაკლები განქორწინება იქნება ასე ძალიან ანუ ძალიან იქ რო ხა შენ უთხრა ვიღაცას რომ აი მაგალითად ხა 20 და 25 წლის უკვე ოჯახს ხმნი შეიძლება ტირილი დაიწყოს და გითხრას რომ აი შვილო რატო იკლავ თავს ხო სამაგისოდ იმიტომ რომ ხვდები აი იცი რა ხა ეს რო იყოს სხვა ეპოქა სწორად გამიგერთი აი 50 წლით უკან რო ვიყოთ ან რა ვიცი 1 საუკუნით წლინ რო ვიყოთ ხო ჩვენ მე კიდე ამ იმაზე რიცხვებზე ესე არ ვისაუბრებდი რა მაგრამ თვითონ დღევანდელი ეპოქა არის და დღევანდელი დროება არის ესეთი მოსული რომ როცა რაღაცას აკეთებ, თუნდაც დაოჯახების თემა იყოს, უკვე გამოცდილება და ასაკი ნაღდად გჭირდება დღევანდელ დროს, რომ შენ მიხვდე რამდენად სწორია შენი ნაბიჯი. ხო, აი ეს თემა. ესეთი მაგალითები და ესეთი შედარებები ხა ჩვენ იმიტომ მოყვავს ხალხო, განა იმიტომ რომ აი საქართველოს გძულს ან რაღაც კი არ ვაკნინებთ ხა აქაურობას ჩვენ ძალიან ბევრი პლუსი გვაქვს მართლა როგორც ერი როგორც საზოგადოება უამრავი რაღაც შეიძლება ითქვას ბოლო ეგ ევროპული ცივილიზაცია და მთელი აკვანი ჩვენიდან გავიდა ჩვენზე არიან აღზრდილები და ჩვენ რო არ ყოფილიყავით მართლა ეხა მაგათ რა ეშველებოდათ ანუ ესეც კი არა ეს უნდა ითქვას კი პირველ რიგში მაგრამ იმათმა რო წაიღეს კაცო ეს ოქრო საწმისი ბევრი რაღაც გამოიყენეს და დღეს სუფთა მენტალობას მე სულიერებაზე არ მაქვს საუბარი სუფთა მენტალურ მიხვედრილობას გულისხმობ აი ბოლო ყველაფერს რო თავი დაანებო
მეტრო რომ მეტროა ხო თეკლა აი მომისმინე აი მეტრო რომ მეტროა რო ჩახვალ რა აი საქართველოში როგორ არის დააკვირდი მიდიხარ მეტროში და გინდა ჩასვლა იყოს გინდა ასვლა იყოს ხალხს უნდა ეჯაჯგურო გამატარე ანუ იქიდან როგორც კი ამოვლენ კაცო მეტროდან ხო ეგრევე უცბად და მარჯვნივ გადაიწევიან ხვდები ანუ ყველა გადაიწევა ანუ შეჯგუფდება ერთ ადგილას რომ შეიძლება ვიღაცა წესრიგი აქვთ მაგ ვიღაცა შეიძლება უნდოდეს ასვლა ან ჩამოსვლა ეგრევე გატარებენ შეულებრივად რა და კიდე ერთი თემა რა ქვია იმას საცობები ბიჭო მე ევროპაში მიმოგზაურია ხალხო მე იქ აი საცობი ვერ ვნახე ვერსად სწორად გამიგეთ ანუ საცობი როგორც ასეთი აი იშვიათად რა ხა არის ხოლმე ხა ბუნებრივია მაგრამ იშვიათად ხვდები და აი საქართველოში ეს კულტურო და მოუწესრიგებელი მძღოლები ყავს საქართველოში არა მარტო მძღოლები აი დაპროექტებაც საკმაოდ სუდია მე უკვე ქალაქის და სადაც არ არის საჭირო შუქნიშანი იქ არის ჩასმული შუქნიშანი და რა ვიცი ბევრი რაღაცაა კიდე რა იმიტომ რომ ხა აი ხანდახან ევროპის რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თუნდაც ტაქსიში რო ჩავჯდები 5 და 10 წამის რო დგას გეუბნება რომ ის ტრაფიკ ანუ ეს საცობია ხვდები და აქ მაგალითად ხო 5 და 10 წამი კი არა შეიძლება საათი იდგეს საცობში აი ეს არის პრობლემა კიდე რა ხო რა ვიცი ხა არ მინდა მე დავზაფრო ჩვენი ისა რა ქვია მაყურებლები ეს მინუსებზე გიორგი თუ არ ვისაუბრეთ ამდენი წელი ყოველას წარმოგე ნახე სადღეგრძელოება მე ერთსაც ვიტყვი რომ ხალხო ჩვენ ეხა ამ მინუსებს რო ვამბობთ კაცო ამ ქვეყნის მტარები კი არა ვართ გვედალოცვილი შვილებო და სიყვარული თქვათ ხო არც ნეოლიბერალური სამყაროს წარმომადგენელი არ ვარ კიდე მაგასაც დავსწენ და ვიტყვი იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილვარ მე ნეოლიბერალი ვერავინ ვერ ამომიქეხავს მაგას ყოველ შემთხვევაში უბრალოდ რაც არის პლუსები გარეთ და როგორც არის მოწესრიგებული მე აქცენტს იმაზე ვაკეთებ და გამიხარდება ეგრე თუ იქნება საქართველოშიც სიტუაცია კარგზე მაქვს საუბარი თორე რა ვიცი ხა ნეგატივზე ცუდი რა თქინდა ცუდი ბევრი რაღაც რო აქვს და ბევრ რაღაცას რო გეუნებიან მაგიტო ვებრძვით ხო ამ ყველაფერს და მაგიტომაც ვიზედმეტებთ ამ ამბავში თავს თორე რაც კარგია ის გადმოვიღოთ კარგი თეკლა რა ვიცი აბა რამე მკითხები გამოუშვი და მეცნიერულად კიდევ მაქვს ერთი ორი შეკითხვა ამ თემის სირგლივ თან ბოდიში მინდა მოგიხადო მომწერა არჩიბალდმა რომ ძალიან დიდი ბოდიშიო მამასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემას ვაგვარებ და ვერ ვახერხებ ვერანაირად და მე მომიბოდიშა და სხვა დროს აუცილებლად ამ ტანდემს მაინც ვერ მოვისვენებ და შევკრავ და სხვა თემასაც ავარჩევ და იმის მიხედვით ნახე რა მინდა გითხრა როგორ შეიძლება როგორც ფსიქოლოგმა რარჩევა შეიძლება მივცე როგორ რა სიმპტომები შეიძლება გამოვიცნოთ რომ უკვე მოწყვლადი ჯგუფი ვხდებით და ამა თუ იმ პოლიტიკური იქნება თუ სხვადასხვა საზოგადოების სექტად რო არ გადავიცეთ სიმპტომები რა არის და როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენში ვინც დაღუპულია და უკვე მოწყრულია იმას აღარაფერი ეშველება გიორგი მაგრამ სამომავლოდ ვიძახი რომ ვისი გადარჩენაც შეიძლება ის მაინც რო გადავარჩინოთ მეტი არაფერი. ძალიან ჩაგაბიჭდეთ კითხვა. როგორი კითხვა ეხა იცი რომ აი ბრმა მრევლი ხო გაგიგიათ არა აი დაახლოებით აი ეს რა აი დაახლოებით ამას შემიძლია რომ შევადარო რა ეს ყოველივე აი თავშივე მაგიტომ დავიწყე მე საუბარი რომ ყოველთ უტიფარი სამწუხაროდ გაუნათლებელი მყეფარე კასტა რომლებიც რაღაცას სკანდირებენ იძახიან მაგრამ თავადაც გარტყმაში არიან რაზე სურთ საერთოდ საუბარი ხო გადადექის სახელი გინდა ვიცი არ მესმის კიდე ისეთი იდეოლოგიის გამტარი ადამიანების რომლებსაც არიციან კონკრეტული ასე ვთქვათ ტერმინები აი ტერმინები ეს ძალიან საყვარელი ხავს ხო არიციან კონკრეტული ტერმინები ხო
აი ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, დამოუკიდებლობა გვინდა, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს მაგალითად ჩარჩო და მისი რეგლამენტი, სად გვჭირდება ეს თავისუფლება და კონკრეტულად რა დოზით. მე ესეთ საზოგადოებრივ, როგორც კი უშუალოდ შენ დააკვირდები, ესე იგი, ასე ვთქვათ, ადამიანთა დამოკიდებულებას, ხო, ამა თუ იმ მოვლენისადმი, პიროვნებისადმი, იქვე ამოიცნობ მარტივად, იცი, უკვე ვისთან გაქვს რა კონკრეტულად შეხება. ახლა საქართველოში ამის და არა მარტო საქართველოში, ხა უცხოეთშიც ამის პრობლემა მაინც და მაინც არ არის დიდად. ვინც აზროვნებს, მოკლედ რო თქვა, ყველა მიხვდება რა, ეხა მე არ ვიცი, აი კიდე რა შეიძლება ეხლა აქ რო თქვა, თუ ვის და რას ვეხებით ხა ამ წამს. იმიტომ რომ ის ვიღაცა ადამიანია და მასში რაღაცაა, ხო და ეს რაღაცა არის დეზინფორმაცია შესული რა, იმიტომ რომ დღევანდელი 21 საუკუნე ეს არის თავიდან ბოლომდე ინფორმაციული ომი და ის საზოგადოება, რომელიც ანუ ვინ დამარცხდება რა ამ ომში რა, აი სულ თავში მაგაზე მქონდა საუბარი ზუსტად რომ ურწმუნო საზოგადოება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ციგნიერებით არის გარშემორტყმული, ბიჭო, ხანდახან ეს ციგნიერებაც ამ შემთხვევაში, აი ხშირად მithქვამს ხოლმე ხა მე რომ როდესაც ვაკვირდები ადამიანს, რომელიც არის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკა ეს არის ზოგადად საშიში ადგილი. რატომ არის საშიში ადგილი, ხო? იმიტომ რომ შენ როდესაც მხოლოდ ციგნით იკვებები, მაგრამ ამ ციგნს თან შენი რჯულის კანონი არ უდევს საფუძვლად. ბიჭო, ეს საშიში ადგილია, ჩემო კარგო. აი მაშინ არის საშიში, ხვდები? თორე შვენიერი ადგილია ისე როგორც ინსტრუმენტი შენი განვითარებისთვის, წინსვლისთვის, წარმატებისთვის, ეს შესანიშნავი ადგილია. მაგრამ შეხედე, აი როგორც წარმოიდგინე შენ ეკლესია ტაძარი, ხო უნიკალურ ქმნილებას უფლის სახლს ვეხებით, მაგრამ შენ თუ შენს ტაძარში არ ყავს, აი როგორც სპორტ დარბაზში რომ შედის ადამიანი, სპორტ დარბაზში ყველას ყავს თავისი მწვრთნელი, რომელმაც უნდა მოქცეს რაღაც მითითებები და დანიშნულებები. თორე შენ თუ მაგალითად ჩახვედი აუზში, პირველ დღეს რო ხარ მისული და პირველ ან მეორე მესამე დღეს რო ხარ მისული და აუზში ჩახვედი, ხო? აუზიდან რომ ამოხვალ და მიაწყდები იმ ტრენაჟორებს, შეიძლება რაღაცა მოგივიდეს, ხვდები? ამიტომაც გჭირდება შენ მწვრთნელი, ხო, რომელიც გეტყვის. სამკვლევი, ყველა სფეროში. სამკვლევი, კი, აი თუ რა დროს რა უნდა გააკეთო რა. და ანალოგიური ფუნქციები აქვს სულის მკურნალს, აი სულის მასწავლებელს, სასულიერო პირები ვინც არიან, მამაოები ვინც არიან, მღვდლები და ასე შემდგომ, ხო? იმიტომ რომ შენი სულიერი მდგომარეობა იქ, როდესაც დადიხარ ტაძარში, უნდა შეფასდეს, რადგანაც ქრისტიანი არის უხილავი ომების ქარცეცხლში. შენ როცა დაიწყებ ეკლესიურ მსახურებას, ის ბოროტი მერე გიტევს, თუ გიტევს და როდესაც იმდენი გამოცდილება უკვე აღარ ყოფნის, თუ შენ შიგნით რა ხდება, აი ამ დროს შენთვის ხო არ არის გამორიცხული რომ იმ ეშმაკმა ეკლესიაში სიარულის გამო სულ თავბედი გაწყევლინოს, ხვდები? ამიტომაც ესეთი სპირიტუალური და მენტალური განვითარების ადგილები რამდენადაც ძალიან კარგია და რამდენადაც აი მართლა ფენომენია და მე ბუნებრივია მივესალმები ორივე ხელის აწევით ამას, შენი ურჩობის და შენი განდგომილების გამო არ არის გამორიცხული რომ დაიტეხო თავზე სხვადასხვა განსაცდელები. და აი ესე გაზრდილი თაობა, ესე იგი უსულოდ აღზრდილი თაობა რა. ეხლა ბიჭო, როგორ შეიძლება კაცო აი მართლა მიკვირს სკოლაში რო გაქვს მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და საქართველოს ისტორია უნდა ისწავლო შენი წამსის გარეშე. და საქართველოს ისტორიას ვინ გასწავლის? მსოფლიო ისტორიას სწავლობ საქართველოსთან ერთად. როგორ ისწავლის საქართველოს ისტორიაში? არა, ვერც არც არის ცალკე საგნად საქართველოს ისტორია არც არის, ანუ მსოფლიო და საქართველოს ისტორია შერწყმულია ერთმანეთს. კი, გაერთიანებულია. ხო, აი შენ წარმოიდგინე ხა,
აქ რომელი იმაზეა, სულიერ განვითარებაზეა საუბარი და მე მიდი ახლა შენ და უხსენი ადამიანს და ელაპარაკე რაღაც იდეოლოგიურ მოტივებზე და მთელ ფილოსოფიაზე. ის უკვე არის არ მინდა ახლა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ზომბი ხარ, შვილო უკვე, რა ვიცი, რაზე უნდა გელაპარაკო. თუ ერთეული ოჯახები არ ახერხებენ, რომ ოჯახის შიგნიდან გააკეთონ ეს ყველაფერი, სკოლა ამ ყველაფერს აღარ იძლევა და სულიერება გამოცლილია თაობები და ამიტომ შეიძლება მარტივად გახდნენ იარაღი მტრის ხელში და მოწყვლადი საზოგადოება. მე მაგიტომაც რა ვქნა ხა, აი ჩემი შეხედულებაა ეს, როგორც ერთი რიგითის, რომ დღევანდელი სკოლა არ მიმაჩნია განვითარების ადგილას. ანუ არ მიმაჩნია, იმიტომ რომ კაცო, სკოლა, განათლების სამინისტრო და ასე შემდგომ ეხა რომელიც შენ 2000 წლიან ისტორიას აი ასე გიმალავს და ქრისტე უარყვეს, ხო, ქრისტე გააგდეს ფაქტობრივად სასწავლებლებიდან და მე რატომ უნდა მომწონდე მითხარი? არ მომწონ ხარ ნამდვილად რა პირდაპირ გეტყვი. ვისაც უნდა ეწყინოს. კი ბატონო, ხო რა ვიცი ეკლა, აი მე ეს შემიძლია რა ამაზე რომ თქვა და ვისაუბრო, ხა თემა საკმაოდ ფართოა და ამოუწურავია, მაგრამ ალბათ არჩიბალთან ერთად კიდევ უფრო ბევრი კიდევ მეტი ითქმებოდა, იმიტომ რომ ის იქიდან პოლიტიკური კუთხით ისაუბრებდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. თემები იმდენია, გიორგი, რასაც არ ეხებიან შეგნებულად და არ საუბრობენ შეგნებულად. ძალიან ბევრი თემაა ესეთი, ამიტომ კვირაში ერთ დღეს მაინც გავაკეთებ ხოლმე ესე ორ სტუმრიანს და სადაც ერთი მხარე ერთ პოზიციას ისაუბრებს, მეორეს და შეიკრება რაღაცა ბირთვი ბუკეტი გაკეთდება. ჩვენ იმას აუდიტორიას უთხრათ, რომ 4 აპრილს გვექნება ჩვენ ჩართვა აღდგომის მისტერიებზე, რა ფენომენთან გვაქვს შეხება, რა არის აღდგომა, როდის იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა, დიდი ასე ვთქვათ ის ნების შვიდეული რა გაიარა ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად და ზოგადად აი ძალიან საინტერესო მოკლედ ლაივს გპირდებით 4 აპრილს იქნება თეკლაც აუცილებლად წინ და წინ დადებს ამის ანონსს და ჩვენ მე და თეკლა ვისაუბრებთ აქ სწორედ მაგ თემებზე აღდგომის დღეებზე რომ იცოდეთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ამას გეტყვით და ვიტყვი იმასაც რომ ვისაც არ ყავართ გამოწერილი სოციალურ ქსელში გიორგი ლობჯანიძე ჩემი Facebook webგვერდია შეგიძლიათ რომ ქართულად მიწერია შეგიძლიათ რომ გამომიწეროთ და follow მომცეთ, ანუ ეს follow გამოწერას რასაც ნიშნავს, ხო, ანუ ვისაც ინგლისური ენოვანი ის გაქვთ, რო ქვია, menu. ვიკონტაქტოთ, ვიმეგობროთ, ვიაქტიუროთ, ბევრ თემას ვიხები ხოლმე, შეიძლება ალაგ-ალაგ დაინახოთ. უამრავ თემაზე ვწერ, იმიტომ რომ ეს ერთი პროფილით არ შემოვიფარგლები მხოლოდ და ამიტომაც და ვისაც როგორ გაგიხარდეთ, მოკლედ შევძლოთ კავშირი. ყველა ნორმალურ და ღირსეულ ადამიანს მივესალმები, ვინც რეალური განვითარებისა და პროგრესის გზას ადგას. კი ბატონო. დიდი მადლობა გიო, სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ეს უნდა ამოჭრა რაღაც ნაწილებად და აუცილებლად უნდა გავავრცელო. თლიანი რა თქმა უნდა დაიდება YouTube-ზე და Facebook-ზე, მაგრამ არის ნაწილები, როცა პატარა სტეპ უფრო ვარდება. აი ეს 9 ცდარსა და ერთ მართალზე რო თქვი და ის მონაკვეთი პატარა ამოჭერი უკვე კინაღა 50000-მდეა ასული ნახვა. ესე იგი ხალხო ერთსაც ვიტყვი რა, ანუ ეს ბოდიშის მოხდით რომ აი ეს ბიბლიის თემაზე რო შემოხდა ზოგიერთები. რა გჭირს თქვენდალოცვილი შვილებო? აი მანდაც განათლების პრობლემასა ვარ საქმე ახსენი რაზე ლაპარაკობ. ვიცი რა არის, ისა რა ქვია 12 მოციქულიო, მოსეო, მაგათო იმათთან რა ქვია, ისრაელთანო რა კავშირი აქვთო, ეგ ბიბლიაო, იმის ებრაელების დაწერილიაო. იცი რას გეტყვით? აი ეს წმინდანები თელ სამართლმადიდებლოში რო ყავს, ხო? ცნობისთვის ბიბლიით სარგებლობდნენ და ბიბლია არის დღემდე ყველა მართლმადიდებლის საფიცარი და დღევანდელ ებრაელებსა და იმ ებრაელებს შორის, რომლებიც ბიბლიაში არიან ნახსენები და იმ ებრაულ საზოგადოებას შორის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არის უდიდესი სხვაობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
მე მიგვირს კიდე თუ ვინმეს რამის თქმა გინდათ დააფიქსირეთ კაცო საკუთარი აზრი მშვიდად თორე ბიბლია ბევრ გზის არის გადაწერილი მაგრამ ბევრი რაღაც ამოღებულიც არის კი ბატონო მაგრამ ძირითადი არსი და აზრი დაკარგული კი არ არის ხო ჯერ რაც გვიწერია თუნდაც ის 10 მცნება რომ გავაცნობიეროთ და გავიგოთ გავიაზროთ ის რამხელა მადლია და რაც გვაკლია კი ბატონო არსებობს აპოკრიფებიც არსებობს და სხვადასხვა კიდე კვლევაძიება უნდა მაყოლივეს თუ შეძლებთ ამას რაჯობია მაგრამ დანარჩენი აი ცოტა ისეთი აზრები რომლებიც არის უკვე მანდ არ ვიცი ამას ხარ აზრები უწოდო ხო თქვენ თუ გინდათ წერეთ ახლა ეს პრობლემა არ არის მაგრამ და უსმინეთ ხოლმე კიდევ მთლიან გადაცემებს რა კონტექსტში იძახის ხო ადამიანი კიდე ამ ყოველივეს რომ ამოვიცნოთ თორე ეს ამონარიდი რომლებიც იდება კარგია მაგრამ შესაძლოა რომ კონტექსტი იყოს ხანდახან მოწყვეტილი და საზოგადოებაც დაიბნეს და რა ვიცი აი ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში მე რო შემოვალ ხოლმე ლაივზე ნუ იქნებით ხოლმე განწყობილები ერთმანეთთან რაღაც ისე რა რომ დაცხებენ ხოლმე ერთმანეთს ეს არ შემიძლია იცი ჩემი სტილი არ არის უბრალოდ რა რომ აი უსმინო ეხლა ამ ლანძღვა გინებას ხო რა ვქნა არ შემიძლია ეხლა ეგ რა არც არასდროს არ შემეძლო ჭხუბიც ვიცი კი ბატონო კამათიც ვიცი ყველაფერიც ვიცი მაგკუთხით აქ არ არის ხოლმე კომენტარებში იქეთ თუ რაღაცა Facebook-ზე იწერება ხო აი Facebook-ზე შენც მაინც მიაქციე ხო ყურადღება რომ აი შეგვიძლია ან ბლოკა თან რას ვაკვირდები გიო 35000 გამომწერი მყავს Facebook-ზე 15000 გადავწდი TikTok-ზე დაკვირვებული ვარ ჩემი მაყურებელი მსმენელი ჩემი გამომწერი ვინც არის მათი აზრი და პოზიციები არ არის ეგეთი ვაკვირდები რომ ან ფეიკებია ან სახელი და გვარიც კი წლები აქვს TikTok-ის Facebook-იც მაგრამ სახელი და გვარი არაა გამოჩენილი აი ეგეთი აბსურდული ხალხი წერს აი სახელი და გვარის გამოჩენას რო ვერ გაბედავ გინდ ხალი იყო გინდ კაცი იყო რაღაცას ნახუნე ანუ საქმეში აღარ მებძი ეგეთ ადამიანებს მაგაზე მაქვს საუბარი რა რეალურად რომ თუ რაღაცის თქმა გინდათ მოდით მე ვხედავთ ხო აგერ ვარ გიორგი ვარ ლობჯანიძე პირდაპირ გეუნებით ხო მხედავთ აგერ ვარ თუ რამე გინდათ შემიხმიეთ კაცო რა პრობლემაა ვისაუბროთ არ არის პრობლემა და თუ იმდენსაც ვერ ბედავთ რომ გამოჩნდეთ და კიდე არიან ზოგიერთები ხა ის სახელებს და გვარებს არ დავასახელებ სპეციალურად იმიტომ რომ აი ნაწილობრივ კარგად აკეთებენ თავის საქმეს, მაგრამ ნაწილობრივ მაგრად იჭრებიან რა. და ეს ნაწილი ახლა საჭიროა და მაგით არ ვიძახი ხა მაგათ სახელებს და გვარებს, რომ აი უწერიათ, აი პირობითად ვინმე, რა ვიცი, აი ნიკოლოზ გეწაძე. პირობით ხა შეიძლება ეგეთი ვინმე არც არსებობს, ხა პირობითად შეიძლება მართლა არსებობს მაპატიე თუ ვინმე ხართ ხა ეგეთი, იმიტომ რომ მე არავის არ ვეხები აქ. გადახვალ ხა მაგის გვერდზე და არც პროფილის ფოტო უდევს. არაფერი ინფორმაცია არ უდევს და წერს რაღაცას, ხვდები? ვინ ახარ და დამენახეთ, აბა, აი, რას წარმოადგენ, ხო? იო, უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებდეს კიდევ ხო. გეუბნება და გიმტკიცებს, რომ შენი პოზიცია მცდარია, თან გლანძღავს შეურაცხყოფას გაყენებს და ამ დროს მე მაგაზე სხვა რეაქცია მაქვს. შენ მამაკაცი ხარ, ცოტა უფრო სხვანაირად გაბრაზდები. მე მაგდროს ეცეთ პასუხს ვცემ ხოლმე გიო. ქალი ვარ და დღევანდელ მოცემულობაში და დღევანდელი სოფლიოსთან დაწყებული საქართველოს გადმოსახედით დამთავრებული ძალიან სახიფათოა ზოგჯერ სიმართლის თქმა და ძალიან დანის პირზე გიწევს ადამიანს გავლა როდესაც შენ სიმართლით შემოიფარგლები ქალი ვარ და მე არ ვიმალები ჩემს პოზიციას და აზრს ხმამაღლა ვაჟღერებ და ვაიმ კაც და ვაიმ ვაჟკაც რა ვუთხარი სახელი და გვარის გამოჩენას რო ვერ გაბედავს და ქალთან კაპაცკუპს ატეხავს და თან გიმტკიცებს რომ შენ არ ხარ მართალი ან გლანძღავს ან შევაწყობს გაყენებს თან დაკვირვებული ვარ ჩემს გვერდზე მსგავსი არ ხდება ხოლმე თუ კი არ შემოცვიდნენ ვაკვირდები თუ ვინმე შემომებლოკა ეს დღეები იმ პოზიციის გამო რაზეც არ გვეთანხმება სულ ყველა იყო შემოცვენილი ნახევარზე მეტი ფეიკები 80% არა ეგ მარტო ჩემთან კი არა ანუ ყველასთან რა ვინც არიან ეგ უნდა აკონტროლო ყველა ვარიანტში იმიტომ რომ თვითონ სტრიმებიც რო კარგად იყოს რა დახარისხებული დრო ადამიანსაც მოუნდეს მე ნახვა თორე
რაღაც ურჯულო, ასე ვთქვათ. მან რა არის ჩვენთან ეგ უკვე გაიფილტრა, უკვე მიეჩვია ხალხი, რომ გინებაც რომ უნდათ აზრი არ აქვს, რაღაცა იციან რომ არ გავაჩერებ რა და ამიტომ უკვე დროსაც აღარ კარგავენ.